უკრაინა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადაა. ორი კვირის შემდეგ, რაც თავდაპირველმა მცდელობამ არ გაამართლა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა, ომში ჩაბმული ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი დელეგაციები 2 ივნისს ისევ სტამბოლში ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან. თუმცა მანამდე უკრაინა აგრესორისგან დაპირებულ მემორანდუმის ტექსტს ელოდება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა და ომის წელსვე დასრულება სურს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა სამშვიდობო ძალისხმევის მომდევნო ეტაპების შესახებ და ახლა sapasukho ნაბიჯს ელის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად ეს აუცილებელია, რათა მომდევნო შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს. უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რაც გზას გაუხსნის უფრო ფართო მოლაპარაკებებს. უკრაინისთვის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ შეხვედრების გაგრძელებით, რადგან ვსურს, რომ ეს ომი წელსვე დასრულდეს. დაინტერესებულები ვართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევით. იქნება ეს 20, 50 თუ 100 დღით. უკრაინა ღიაა ეს საკითხი რუსეთთან პირდაპირ განიხილოს. უკრაინამ სტამბოლში გამართული წინა შეხვედრის შედეგების საფუძველზე უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ასევე ველოდებით რუსული მხარისგან მემორანდუმს მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამას რუსეთი ამერიკულ მხარესაც დაჰპირდა. ამიტომ იმისათვის, რომ შემდეგი შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს, მნიშვნელოვანია დოკუმენტის წინასწარ მიღება, რათა იქ მყოფ დელეგაციას ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილოს შესაბამისი პოზიციები. იმის შესახებ, თუ რა პირობები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომის დასასრულებლად დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, კიევის მოწოდებები რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე გამოაქვეყნოს არაკონსტრუქციულია.